როგორია ოპოზიციის მოქმედების გეგმა? ეს არის კითხვა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში პერიოდულად აქტიურდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდანაა და აუცილებელია დიდი პოლიტიკური ერთობის შექმნა. მათი განცხადებით, ყველა მათგანს საერთო მიზანი აქვს და ეს ავტორიტარული რეჟიმის დამარცხებაა. როგორ აპირებენ ამ მიზნის მიღწევას ხელისუფლების ოპონენტები, ჯერ ისევ უცნობია, რადგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება. მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური ერთობის შესახებ მორიგი მოწოდებები, რომელიც მათ შორის გიორგი ვაშაძემ გააჟღერა, არასერიოზულია. ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხების აღიარებას ოპოზიციას კიდევ ერთხელ ურჩევს. ახლა საკითხი დგას ასე. ერთ მხარეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი და მეორე მხარეს არის ეს არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ რა თქმა უნდა, ერთი დიდი მძლავრი ეროვნული პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რა თქმა უნდა წაგვადგებოდა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არის. ვინ რომელი პარტიაში ეს კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი ხალხის აქტიური მოქმედებით, დამთავრდეს გამარჯვებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არალეგიტიმური ოცნება წავიდეს და ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. მშვენიერი იდეა იმ პარტიებისთვის, რომელსაც არც არნაირი განსაკუთრებული სახე არ გააჩნიათ, არც განსაკუთრებული იდეოლოგია და მაინც მთელი წინასაარჩევნო კამპანია იმას იზახდნენ, რომელიმე ჩვენთაგანს მიეცით ხმა მნიშვნელობა არის ერთი ვართო და თუ ერთნი არიან, რა თქმა უნდა გაერთიანებული იყვნენ. ამ კუთხით ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ინიციატივაც სწორი იყო, რომელს 4-5-9-25 გაუგებრობა, ჯობი ერთ დიდ გაუგებრობაში იყოს და გასაგები მაინც იქნება, რატომ არ ლაპარაკობენ, რატომ ერთმანეთს არ აკრიტიკებენ, რატომ ერთმანეთს მხარს უჭერენ სხვადასხვა ეთერებში იქნება თუ უშუალოდ პოლიტიკურ პროცესში და ამორჩეული აღარ მოტყუდებოდა. გამოსავალი ერთადერთია ვაშაძესაც და ნაცმოძრაობასაც თავის ზურაბიშვილიანად, რომ ჩამოცილდებიან ისინი პოლიტიკას და მე უნდათ პლატფორმა შექმნან, უნდათ პარლამენტი შექმნან თავიანთი, უნდათ კარვები, რაც უნდათ ის შექმნან. ამაში არიან ისინი სრულიად თავისუფლები და დაირქვან მე ზოგმა პრეზიდენტი, ზოგმა პრემიერი, რაზეც ოცნებობს ვაშაძე და ასე შემდგომ. თავარი არის ის, რომ საქართველოს და მსოფლიო დღის წესრიგი არის აბსოლუტურად შეცვლილი. რასაც ამბობდა ვაშაძე და ზურაბიშვილი და გვარამია, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკელი ხალხი და მისი პრეზიდენტი, ევროპული საზოგადოება და მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს საზოგადოება. ეს არის ერთი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თავის პატრონებმა თავის დროზე ესეთი წესით დაანაწევრეს და ჩათვალეს, რომ ეს იქნებოდა მაშინ გამარჯვების ფორმულა. უბრალოდ მაშინ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ეხლა ფიქრობენ, რომ ალბათ მომავალი არჩევნებისათვის საჭირო იქნება, რომ ერთიანი, ასე თქვათ, კონფიგურაციით გამოიყვანონ ეს აქამდე დანაწევრებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. რა ეფექტი ექნება? ამას გვიჩვენებს მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში.